პირდაპირ შენ გუნდში ჩაჯდა კვადო 130 მილიონად. ზუსტად ვიცოდი რომ 10 წელი აღარ იყო დარჩენილი ნორმალურად. ბუფონი და დაუწყე ძალიან მეწყინა. შესაბამისად რაღაცა კომპენსაცია მინდოდა რომ კონფედერაციის ფასის მფლობელი ფეხბურთელი ფილიპ მექსია მეგობრებო და ფილიპ მექსე შენთან $10 მილიონ წამოვიდა. ძალიან ვიხარია. მოგესალმებით მეგობრებო, აუქციონის მორიგი ეპიზოდი. ამჯერად ცოტა განსხვავებული ფორმატი გვაქვს, გამომდინარე იქიდან რომ გვინდოდა ლეგენდარული ფეხბურთელები ჩამოგვეყვანა საქმეში და ჩვენ დღეს დავაკომპლექტებთ სამ გუნდს, რომელიც იქნება 21 საუკუნის სერიას ლეგენდარული ფეხბურთელებისგან შემდგარი. ამჯერად თქვენი დავალება არ იქნება რომ შემდეგ სეზონს ვინ მოიგებს, იმიტომ რომ სამივე გუნდი რომელიც დაკომპლექტება მოიგებს სერიას, უბრალოდ მაყურებელს ვთხოვ, გადაცემის ბოლოს აარჩიოს გუნდი, რომელიც მისი აზრით იქნებოდა ყველაზე დომინანტური ამ დეკადის მანძილზე. დღევანდელი ჩვენი მილიარდელები, რომლებიც შეეცდებიან რომ საკუთარი გუნდით მოხიბლონ მაყურებელი, არიან ლუკა მილორავა, გიორგი უგულავა და ანდრო ხელაძე. მადლობა მეგობრებო, რომ ხართ ამდენი ფულით აქ და ხარჯავთ ამაში. ეგ მე მგონი არის ოცნება, რომელიც ყველა ფეხბურთის გულშემატკივარს რაღაც ეტაპზე ქონია, რომ მე რო ვიყო რაღაც პირობითად ქართველი რომან აბრამოვიჩი, ჩემს საყვარელ გუნდში რას ვიზამდი. სამი რამე შემიძლია გითხრათ. პირველი არის ის, რომ განსხვავებული ტაქტიკა გვექნება, აქამდე წინა ორ აუქციონზე ქონდა 4-3-3 და ამჯერად იტალიურ ფეხბურთს როგორც უხდება, სამი ცენტრალური მცველით ითამაშებთ, 4 ნახევარმცველით, ანუ 2 ლატერალი იქნება და 2 შუაში ნახევარმცველი, 1 10 ნომერი და 2 ფორვარდი. ამასთან ერთად მეორე არის რომ ვერცერთ ფეხბურთელს ვერ გაატარებთ, არ მოგცემთ უფლებას რომ გაატარო და ბოლოს ვინც აიღებს ფეხბურთელს, მაგის შემდეგ ვინც ზის საათის ისრით მიმართულებით ის ფეხბურთელი იქნება მისი. ანუ ეს ფეხბურთელი გუნდში არ მინდა ვეღარ იტყვით. თან არც არის აქ ვიღაც ისეთი რომ ჩემი აზრით რომ გაატაროთ. და მესამე რაც გვაქვს არის ის რომ სამწუხაროდ ყველა დიდი ვარსკვლავი ვერ მოხვდა, გამომდინარე იქიდან რომ შეზღუდული ადგილები პოზიციებზე და შეიძლება ვიღაც მაყურებლებს და მათ შორის თქვენს გული დაგწყვეტ რომ აი ეს ფეხბურთელი აქ როგორ არ აღმოჩნდაო. მაგრამ ნუ რას ვიზავთ? ბევრი სტარი იყო და ამ ბევრ სტარში რაღაცნაირად უნდა ამერჩია. მოდი დავიწყოთ და დავიწყოთ მარჯვენა ლატერალით, მეგობრებო. და პირველი მარჯვენა ლატერალი, რომელსაც შემოგთავაზებთ, გახლავთ კაფუ. საწყისი ფასი 70 მილიონი. 30 მილიონი. 75. 90 95 კაფუ. 100. კაფუ 100. აი, ეხლა ბედანი. მოდი შევთანხმდეთ, რომ კაფუ მე მიყავს. 105. კაფუ 105. რა ჯიუტი ადამიანი, აი. კაფუ თუ არა ვიყვანა, ვინა ვიყვანა მაშინ. თუ ფრისუნდა დავახედო, ის მაგას. ვიღაცები გამოჩნდა სერიაში ლატერალები. კაფუზე მაგარი ალბათ არის, მაგრამ 110-ზე ვარ. 110. 101, 102, 115. წაიყვანოს რა. წაიყვანოს. ჯიუტი ადამიანი. აი. კაფუში ზოუკო ძალიან გადადა. 115 მილიონი. კაფუ დაგვემშვიდობა. რო რამე აი რამდენს გადაიხდით, მართლა ინტერესებს. როგორ გველოდებოსა და ჩვენ. არა, ცოტა მივხვდი რომ ფასებს ძალიან გაზრდიდით, თან ჩემთვის ცოტა მტერია, მაინც რომა. მაგარი ფეხბურთელი კი იყო და კაფუზე ნედვედის ის მომენტი ხარ? ხო, ისედაც რაღაც სერია მოგვიგო და კაფუზე კონკურენციაში შემოსვლა არ მინდოდა. ძალიან კაი. ჩამშრელი. პირველი ჩამშრელი, ეს ორი ცენტრალური ნახევარმცველიდან ერთ-ერთი ანუ. პირველი ჩამშრელი ჯენარო გატუზოა მეგობრებო 60 მილიონი. მე ვატარებ. ჩუმეს ანუ შემდეგი ვის გიორგის მოსდის, ხა გატუზო შენი წესების მიხედვით. მე ძალიან მიყვარს გატუზო, მაგრამ არ მინდა ეხ გუნდში. სერიაში უფრო უკეთეს ჩამშრელებს ვიპოვი, მე. იზებრებიანი რაღაცა. როგორც წვრთელს ვიპოვი უკეთეს. შენთან წამოვა გიორგი 60 მილიონი. ანუ არავინ არ მე მიყვარს ძალიან გატუზო, მაგრამ დაუცბობ გიორგის. 60 მილიონი ცოტა ხო არაა უბრალოდ. 60 მილიონი გატუსო არ გვინდა? არა გვინდა ხო? არ ვიცი უკეთეს ასე. მე ველოდები. 60 მილიონად გიორგიმ წაიყვანა გატუზო. ის ჩვენი დავაჭრე. 60 მილიონი ცოტა. ფასიდან გამომდინარე. ხო. მე არ ვიცი სხვები რა ეღირებიან, მაგრამ ძალიან რთულია ის ფასის განსაზღვრა, როცა მან არის ერთი ჩემი ფავორიტი. TikTok-ი ნახეთ TikTok-ი და ის. მე არ მინახავს სხვათა შორის. ვიეირა ხო? არა. ვიეირაში ბევრ ფულს არ გადავიხდი, უბრალოდ ობიექტურად ძალიან მაგარი ფეხბურთელი იყო. თან
მის ანალიზს მეც ვეირა. მაინტერესებს როგორ ვადარებთ ამ ფეხბურთელებს უშუალოდ სერიაში რაც თამაშეს თუ კარიერა ალბათ სერია. სერიაში რაც სერია. თამაშეს რა თქმა უნდა ის არის. სერიაში. პატრიკ ვიეირა წინასწარ გეტყვით რა საერთოდ არ მყავს, იმიტომ რომ პატრიკ ან ვიეირა მაგიტო ჩემთვის რეალურად ეკითხო არსენალია. ჩემთვის არსენალი არის, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი იყო ინტერშიც და იუვენტუსშიც. კაი. და ცენტრალურ ნახევარმცველს შემოგთავაზებთ. პირველს, ოღონდ უკვე შემტევს. პირლო. პირველ შემტევად. ნუ ნახევარ-დაცვაში ჩამშრელის გვერდით. კაი. ჩამშრელის გვერდით მეორე ნახევარმცველი. შემტევია შედარებით. პირველს არ გავატარ 100 მილიონი არის პირველ საწყისი ფასი. აუ, ძალიან გაბერილი ფასები გაქვს. 100 მილიონი რა უნდა გავაკეთო? აი, ანუ 50 მილიონით რო დავიწყო, მაინც 100-მდე ახლო. მაინც პირდაპირ პირველ არ 100 გაწვანებს. კი თუ 60 იგრს გატუზო პირველ 100 პირველზე რო ფიქრობთ ხო იმ პირველს არ მოვიდგეთ 34 წლისას წვერით რო ვფიქრობ ბევრ პირველს არ მოვიდგენ იუვენტუსის პირველს არ მოვიდგენ მილანის პირველს არ მოვიდგენ იქ 2012-ში ევროზე იყო და ყველა ძალიან მაგარი იყო ამიტომაც 110 შეხო 105 გაქვს 100 120 მილიონი 125 125 მილიონი 130 მილიონი პირველ 140. 140 მილიონი პირველ 145 155 მილიონი პირველ დევით ზურო 150 ვიღაც ხომ მოვიგდო 150 ერთ რამე შეგახსენებთ რა თქმა უნდა ფული თუ დაგიმთავრდებათ ეგ წესი არ მეთქოს დასაწყისში დარჩენილ პოზიციებს დაგიკომპლექტებთ რუსეთის ჩემპიონატის ფეხბურთელები ლეგენდები ლეგენდებით არის ოღონდ რუსეთის ჩემპიონი. კრასიჩი რო შემოდის სად ვართ რა ფასზე ვართ ბოდიში 160. 160 მილიონი პირველ დაგითხრათ 165 165 მილიონი პირველ 170. 170 მილიონი პირველ იბრძოლეთ მეგობრებო 75 175 80. 180 მილიონი პირველ პირველ და კაფუ ყავს ანუ 180 აი, ერთი ჩემს სულ მდგომარეობაში იმიტომ რომ უკვე დიდი ინვესტიცია აქვს გაკეთებული და ხო რამდენია 180 185 190. 190 მილიონი აიღო კიდე 190 ვარ ხო 190 მილიონად დათვალე ჯერ უფასო თავს აღველი ამ კაცთან იუვენტუსში ორი, პირველ 3 190 მილიონად პირლო გიორგის გუნდში პირველ წავიდა იყო ის ფეხბურთელები რომლებიც მინახავს ცოცხლად ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მე ვაჭერა რა და პირლოს ჩემზე და იუვენტუსიც მაშინ ანუ იუვენტუსის თელი აღმასვლა არის კონტე და პირლოს ანუ გუნდს რო ქმნიდი არის კაცი რომელიც ალბათ პირველი უნდა დაუძახო და ამის გარშემო გააკეთო გუნდი ჩემი საყვარელი ნახევარმცველია და მაგასაკ შევაჭრა, შევაჭრა ძეძე სამჯერ იგებს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს იუვენტუსში რო გადავიდა სამივე ჯერ ხომ ხო ხო სამი თაია საუკეთესო ფეხბურთელი პირველად როცა მაგიუეს თამაში სტადიონზე ვიყავი ანუ სტადიონიდან კიდე ისეთი გავლენა აქვს რაღაცები სხვანაირად ჩანს ხოლმე რომ ფიქრობდი რომ ეს ტიპი რო წავა იუვენტუსმა საერთოდ როგორ უნდა ითამაშოს ფეხბურთი, იმიტომ რომ ყველა აძლევდა პირლოს პას და ეს მე ანაწილებდა. ანუ რაღაცა ხო იყო. და მართლაც პირველ რო წავიდა, მას შემდეგ ამ გუნდს აღარ უთამაშია ეგრე კარგად. ლიგის ფინალი ითამაშა, მაგრამ სპანაირი იყო და იქ უფრო იბალა იყო და უფრო თავდამსხმელების გუნდი იყო და არა ნახევარმცველი. მეკარე. პირველი მეკარე, ჯანლუიჯი ბუფონი, მეგობრებო, 50 მილიონად კაპიკებში. 100 მილიონი. ვიღაცა უნდა ავიღოთ. 120. ვიცით ხო რომ ფული დაგეხარჯებათ და მე 140. 140 მილიონი. ვიღაცა უნდა ვიყიდო. ყველა ფეხბურთაში თუ 100 პლუსია დავიხადეთ ვერა ბიჭო ხო და მე პირველზე დაიგო შენ 140 მილიონი და ბუფონს იუვენტინურ ამბავში ვერ გაუშვებ, თორე გაუშვებდი რამე რო. ანუ წავიდეთ 500. ძალიან ბევრი იუვენტუსის ლეგენდა არის. უამრავია. ძალიან ბევრი იუვენტუსის ლეგენდა. 150. 155 160. 165 170. 170. 175 180. რა ხოთი გოლ შეგატოვები ცოდე 200-ზე რაღაცას თუ ახვალ და ყავდეს მე. მან ხარც თითქმის. და რუსეთის ჩემპიონატის ფეხბურთი ძალიან გამიხარდება შენგის. ძალიან დიდი ფასებია უბრალოდ ასე 180. ასე ვერავის ვერ ვიყიდი ანუ მე 50 თქვი სასტარტო ფასი თქვენ ხარ 180. ლეგენდები მე ნაგლად შემოხვედი. მაშინ ფასის მეტი უნდა ფულის მეტი უნდა ქონოდა რატო უნდა ქონდეთ მეტი უამრავი ლეგენდარული უამრავი ლეგენდარული მეკარია მეტად როგორ მეგობრებო. რა ვაჭრობ თქმა უნდა ხოლმე ბუფონის დონე შეიძლება არც ერთი არ იყოს მაგრამ სხვა ფეხბურთელები ძალიან კარგები არიან. აი ვინ მოვა დიდამოა 180 1 185 190. 200. 200 მილიონი ბუფონი. 200 205 205 მილიონი ბუფონი. 205 1 უბრალოდ 200. 210 მილიონი უბრალოდ შეიძლება გუნდი ვერ დააკომპლექტო.
ანუ ეხა უკვე პრინციპი სამავე. 210. 215. 215. წაიყვანე. კაი. 1, 2 და 3. 215 მილიონი. საერთო იმას ვითვლი? კი. ახლა ვეკეთვით. კაცის ფული დათვალეთ ერთი დარჩა რამე. ჩვენი 660 მილიონი. ამ წუთას 670 მილიონი გაქვს შენ. 670 მერტანი. 670, გიორგის აქვს 750 და ჯერჯერობით ანდრო შეინახე. ფულითაა. შეინახე. ანუ პირველ 190 მქონდა, ხო? კი. პირველ 190. მარცხენა ლატერალი. დიმარკო. ბიჭო, აი ხა. გავგიზდები. საწყისი ფასი 60 მილიონი. შეგიწევს ხო დიმარკო? არ მინდა დიმარკო. ტეო რატო არ თქვი? შავკნად. ან დიმარკოსთვის 60 და გატუზო და დიმარკო ერთად. შავკნად ეგეთი აუქციონია დიმარკო. თანამედროვე დღეს ყველაფერი უფრო ძვირი. ხო. გატარებ ბიჭო არ შეიძლება. იმიტომ რომ არ შეიძლება. დიმარკო. რატო არ გინდა დიმარკო? არ მინდა. ნანახი მაგ ლიგის წესებს ხო ვერ დაარღვა ვან. აუქ შეიცვალა. ბაზარი შეიცვალა და დიმარკო შეიცვალა. 60 ბიჭო. კაი, დიმარკო არ ჩაწერო პირდაპირ, მისტერი ბოქს შემოგთავაზებ გიორგი. არა, გიორგის მიკროს თუ წინა ვინც აიყვანა ისრის მიმართულებით არის. ოკეი. ანუ მე მეტენება დიმარკო. წინა ვინც აიყვანა? წინა ფეხბურთელი ხო შენ წაიყვანა? მე რა აქ არის. ოკეი. ყავდა. გატუზოთ ესე მყავდა და დიმარკო ნამდვილად არ მინდა. მეორე ფეხბურთელი რომელსაც შემოგთავაზებ, იგივე ფასად არის ორჯერ მოხდა სერია სიმბოლურ გუნდში, სხვა წლებში. ნაკრებთან ერთად მოგებული აქვს კონტინენტის პირველობა, რა კონტინენტის არ გეტყვი. და თითქმის 10 წელი გაატარა სერიაში. წავიყვან. ამ ფეხბურთელს მეორეს. უკეთესი იქნება. ალექსანდრო 60 მილიონად აღმოჩნდა შენ გუნდში. ჩემი საყვარელი Twitter page იყო. დიდი სხვაობა არ არის, მაგრამ დიმარკოს შეიძლება ჯობდეს. როდის ამოეწურება კონტრაქტი სვანდა, ხო? ჩემი საყვარელი Twitter page იყო, ეგრე რომ ალექსანდროს როდის ამოეწურება კონტრაქტი და ითვლიდნენ და ბრაზილიელებს აქვთ ხოლმე რაღაც ანუ ავიც აგებულების ბრალია თუ ცხოვრების წესით, რომ ძალიან უცებ ხდებიან ვეტერანები. უცბად ვეტერანია. მაისში შეიძლება იყოს რაღაცა კაზემირო სუპერსტარი და სექტემბერში მოვიდეს მაი ვეღარ. აღარ ვარ გასა. კრუზეიროში უშვა. ხო და ალექსანდრო თავიდან არ იყო ეგრეთ წუთი. მე ბოლოს უკვე მაგრამ ალექსანდრო ერთი პერიოდ საუკეთესო ცხოველი იყო. კი, მაგრამ პირველი ცენტრალური მცველი. პაულო მალდინი. 200 მილიონი. საწყისი ფასი 90 მილიონი. 200 მილიონი. 200 მილიონი პაულო მალდინი. აუ, რა მინდოდა ეს ბუფონზე მეტად მალდინი ვერჩინა. ბუფონი მოგეთა ჩემთვის. ხო, ნახე ბუფონი დიცხაობას მოგცემს, იმიტომ რომ სხვა მეკარეებთან შედარებით. ეგეც ჯიჯი ბუფონი არის სხვა გალა. პირველს მე ბუფონში ეგეთი თანხაში შესვლა მათემატიკა. აქ ნესტა კანავარო და ვიღაცები. ბუფონი რამდენია ფოლფასი? 200 მილიონი. 205. 205 მილიონი. ისი კაჯე არის. კაჯი ვარ, ხო ეხლა სატრანსფერო პანჯერაზე კაჯი. 215 მილიონი. 215 მილიონი. ბუფონი რამდენი წავიყვანე? ბუფონი წაიყვანე 215 მილიონად. არა, მაგრამ ურტელებს გაის. მალდინი ბუფონი კაფუს უმეყოლება, მე ვინდო გააფუჭეს ეგეთი. აი ნახავს გააფუჭეს. მე ბერეზუსკები თუ დაგიჭდა. 215 1 ლეგენდები მყავს. შენ ხო 215 ხო? 2 220. 225. 225. და მალე დაითვალე რა შეიძლება. 225. 1 2 3. მაგალითად, პირველი ფეხბურთელი ვიყავს პაულო მალდინი ძალიან გამიხარდა. ძალიან 225 ხო? კი, 225 მილიონი პაულო მალდინიში. ისევ ცენტრალურ დაცვაზე დავრჩები, რადგან 3 ყავთ ასარჩევი და დიდი სამუშაო იქნება და იყოს ნესტა. საწყის ფასი 90 მილიონი. 90 მილიონი. 95. მე მერგება ხო? მაგრამ რა შემარგე. ვისი იმედი გაქვს? მიგონა რომ ნესტას გავატარე. 100 მილიონი ნესტა. 5. 105 მილიონი. 110 მილიონი ნესტა. 115. 115 მილიონი ნესტა. 120. 125. 125 მილიონი ნესტა. 130. 130 მილიონი ნესტა. 115. 140. 140 მილიონი ნესტა. 150? 140-ზე ვარ. 145. 145. მას ვინცე? 150. 150 ნესტა. 150. 155. 155. 1 2 3. ჩვენია. ნესტა წავიდა 155 მილიონად. ნესტა. ახლა ნესტაზე ვინ მოვა? ეგ ახლა მაგრამ ბოლოს ფული აღარ დარჩება და მე და შენში მოგვიწევს რა რუსეთის 100 მილიონად. 155. რამდენი დარჩა ფული? ლუკას ფული ამ მომენტში დარჩა 515. არცია ცოტა.
ოღონდ 515 საყიდელი მყავს 8 ფეხბურთელი. კიდევ ერთი ცენტრალური მცველი იყოს, რადგან იტალია ამით არის განთქმული და ფაბიო კანავარო. საწყისი ფასი კვლავ 90 მილიონი დოლარი. 100 100 კანავარო, 105 კანავარო, 110 110 კანავარო, 120 120 კანავარო, 130 130 კანავარო, 125 135 კანავარო, 140 150 კანავარო, 160 160 კანავარო, წაიყვანოს 161 მალდინი 2 და ეს და კანავარო, 3. მგონი? კარგად გადანაწილდა. ხო, თან ახლა მალდინან ესა თუ გავატარე, დაცვა ხო. ვიღაცა ერთი კაცი. კანავარო, მე სულს ვაგარ. პირველი ფორვარდი გამოვიყვანოთ, ძლივს რა. გამოვაგოროთ და ეს ფორვარდი გახლავთ მეგობრებო კრისტიანო რონალდო. რამდენი ხის? 130 მილიონი. 130 მილიონი. 150 მილიონი. 150 მილიონი. რონალდო მაინც რონალდო. ხდება რა თქმა არა, იუვენტუსშიც კარგი იყო რონალდო. 100 გოლი აიტანა. 100 გოლი შეაგდა. ა ჩვენ სერიადან გამოვიდა. ხო, მაგრამ იუვენტუსში ძალიან ის კარგი იყო. კიდიანი რონალდო ყავს. ცოტა ხანი რო იყო და ბიჭო ვიღაც სერია. წინასწარ გეტყვი კიჭა რონალდო არ იქნება. ხო, არა, სამაგერტი ხდება შევჩი. ზლატანი, შევჩენკო, ინზაგი, პიპი და თან რონალდო ხარ ფორვარდად, ხო? ხა, ორი ფორვარდი ყავს. კი. რამდენია ბოლო ფასი? 150. 1 არ ვიცი. 2 3 კრისტიანო წავიდა. სი. ცოტა ვიღაცა ნახავს ამ ვიდეოს და კრისტიანო ცოტა რონალდო და მაგარი. ნახე. ხوارი თუ თამაშობთ რო ხარ მენეჯერი და პრეზიდენტი, თანხაც უნდა დათვალო. კი. ხა მათემატიკა 590-დან თუ შედიხარ კიდე კრისტიანოს კონკურენციაში და 150 გიждდება ძალიან ბევრი. 525 დაგჭა შენ? 150 გადაიხადა. 775 მქონდა. მართალია 600 არა 700. მაშინ 625 დაგჭა. დიახ. შენ რა დაგჭა? მეორე ჩამშრელი. 515. მეორე ჩამშრელი. დეროსი 50 მილიონი. 60. შენ ყავს უბრალოდ ვეღარ აიყვან. გატოზო ყავს. 50 მილიონად დანიელე დეროს ძალიან მიყვარს. ძალიან. და ბევრად მაგარი იყო ვიდრე გატოს. ჩაფსლელი შეიძლება ამოვიდეს ბიჭო. ნაკრებში 16 გოლი აქვს თუ რაღაც, ბევრი გოლია. ბევრად მაგარი იყო ვიდრე გატოს. ვის და მიდის? გოლებიც გაქონდა. შენთან მოდის, ხო? დეროსი? ო დეროსი. დეროსი. ვიშე, მოიცა მე ვიღაც ჩამშრელი არ დამრჩეს, ვიღაც ძალიან მაგარი უკონკურენციო. დეროსი 1, დაგჭირა უეჭველი. დეროსი 2, დეროსი 3. წავიდა და შენ პირდაპირ ბოლო მოდის შენთან 30 მილიონად კამბიასო და მისტერი ბოქსი. და მისტერი ბოქსი. მე რატომ მოვიდე ჩემთან მისტერი ბოქსი? ბოლოზე არის მისტერი ბოქსი. ან როცა მე მინდა მაშინ არის მისტერი ბოქსი. ყველაზე ჩემი აზრით სერია საუკეთესო ჩამშრელი წაიყვანა რომელ პერიოდში? ბოლო 20 წელში. ბოლო 20 წელში, ანუ 50 მილიონად და შენ ბოლო წელში. კამბიასო 30 მილიონი, ან ეს ფეხბურთელი? ან ეს ფეხბურთელი 50 მილიონი. აჰა. მიმყავს ეგ ფეხბურთელი. კამბიასო არ მინდა ბოდიში, ვიცი რომ ესდება კამბიასო კაი ფეხბურთელი იყო, მაგრამ არ მინდა კამბიასო. ვიდალი 50 მილიონად. მშვენიერი ფეხბურთელი. ვიდალი ჩემი ერთ-ერთი არტურო ვიდალი, იუეთს აი გიждდება. მეც გიждდებოდი, მაგრამ აი ცოტა არ ვიცი, დეროს და კამბიასო მირჩევდი. ჩემ გატოზდას ვიდალშიც გავცვლილი და დეროსიში ობიექტურად. დეროსიში მართლა გავცვლიდი, ბიჭო, ვინ მეგონა რომ დარჩებოდა, არ ვიცი. 500 რატომ მეგონა რომ და დეროსი როგორ არა ვიყვანე, ბიჭო, და 50 მილიონი. 10 ნომერი მეგობრებო, პირველი 10 ნომერი, პირველი 10 ნომერი. 2 10 ნომერი ყავს? არა, 1. 1 10 ნომერი ყავს, უბრალოდ ერთი პირველად ამატებითი გამოდის. კითხვა. ტოტი დელ პიერო. ანუ 10 ნომერი არის 2. ტოტი გეტყვით მაშინ ერთი არის 10 ნომერში 10 იქნება ნომერი. ტოტი, ტოტი 10 ნომერში იქნება და დელ პიერო ფორვარდად. მეორე ყავს, ფორვარდი მეორე 10 ფორვარდად. თუ იქნება ოღონდ, ხო? ხო. ორივე იქნება. მაგრამ კლასიფიკაცია ხო არის რომ 10 ნომერში ჩამოვაკეთე. ნახევარწოლების წილოდგას და ვიღაცისთვის მეორე ფორვარდიც 10 ნომერია. კი, კი, კი. დავიწყოთ კაკათი მეგობრებო, საწყისი ფასი 95 მილიონი. 120. აი, რა აზრი აქვს, ფას ჩამოვაკელი 120 ხო, და მე ვარ მე ქაჯიანი რა. 120. ეგრევე იწყებს 120 დელ პიერო ყავს პირველ საყვარელი ფეხბურთელია ამ დროსი როგორც მახსოვს. ხო, და გამატარი შენ საყვარელი ფეხბურთელი. რა ღირს კაკა? 95 თქვი საწყისი ფასი, მაგრამ 120 მილიონი. 125. 125 მილიონი. 130. 130. 130. მე გვი ძალიან მალე შემიძლია ჩამოშორება რუსეთის პრემიერა. 140 მილიონი. ძალიან კაი გუნდი. 141 2 150. 150 კაკა 1 2 3 კაკა 150 მილიონად წავიდა ანდროსთან. ჩვენი რგუნი ყავს. ოღონდ ფული არა. მოდი მეკარეები მეგობრებო ამოვწუროთ. მეორე მეკარე ბუფონი არის
ლუკასთან და მეორე მეკარე რომელსაც შემოგთავაზებთ გახლავთ დონარუმა. დონარუმა 40 მილიონად. შენია. უყან 45. 45 დონარუმა. 50. 50 დონარუმა. ძალიან არ მინდა რომ შევტოპო. ბევრი კარგი მეკარე არ დარჩა. 50 45. 60 მილიონი დონარუმა. დანოვიჩი არ მინდა 65. 65. 65. 1, 2 და 3. შენ შენ გაქვს გავხედავთ იმის არ. ჯულიო სეზარი 20 მილიონად, ან ასევე 20 მილიონად ეს მეკარე, რომელმაც 500-მდე თამაში ჩაატარა სერიაში, სერიას წლის გოლკიპერი გამხდარა და 5ჯერ აქვს მოგებული სერია. ეს გოლკიპერი. ფრანჩესკო ტოლდო. აი ტოლდოს იმედი მქონდა ეგ. ერჩინა ტოლდო სეზარს. დონარუმა რამდენად იცი რა, წაიყვანა? ეხლა ხო თამაშობთ. რაღაცა კუთხით მერჩივნა კიდეც და თან არის 65-ად იყო დონარუმა. პირადი სიმპათია, ანტიპათიის ამბავი და ჟულიო სეზარი არ მიყვარდა. ტოლდო ევროლიგაზე იდგა და ჩემთვის უფრო ახლობელი კაცია. ხო, შენ მაგრამ ეს მაინც სეზარს ავეჩევთ. ამორით. ტოლონთან ფინალში. იცი ბუფონი და დაუწფე ძალიან მეწყინა, რო იცოდე. რა, შესაბამისად რაღაცა კომპენსაცია მინდოდა რომ მორიგი ცენტრალური მცველი. გაიყიდა უკაცრავად. ტოლდოს, არ ჩამიწერია, ტოლდო იყო 20 მილიონი. 20 მილიონად გაიყიდა. კაი 20 მილიონიანი მეკარე. რაღაცები ხდება. ცენტრალური მცველი, მორიგი. ჯორჯო კიელინი. რამდენი? საწყისი ფასი 60 მილიონი. ამბავია, ხო ფასები. 65. რა აზრი აქვს, მაინც ადიხარ მან 65 კიელინი. 65, 1, 70. 70, 75. 75, 1, 80 ვერ გადავურთ ძალიან. 2, 80. 85. შენზე ბევრად მეტი ფული მაქვს და მაქვს შესაძლებლობა რომ ის ვინც მომძონს და მიყვარს შემოვიდი აუქციაში. 85, 1, 90. 95. 95, 95, 1, 2 და 3. ჯორჯო კიელინი 95 მილიონად. ანუ რაფასადაც მალდინი და ნესტა გავყიდეთ, ეგეთი სხვაობა ფასში და კლასში საერთოდ არ არის. მალდინი იყო, ხარ მალდინი შე. არა, 225 მილიონი და 95 მილიონიანი სხვაობა მაგრამ რა კიელინი გაიყიდა. ანუ რა ფასში? კაი, ნესტა რამდენად გავიყიდე? ნესტა 155, 60 მილიონი ძვირი. კი, ნესტა 60 ანუ უფრო მეტად გამატება კიელინის ვიდრე ეგ დარჩა. კარგი. 95 მილიონი გადაიხადა, ხო? კი. ომეთთან ცოტა ფული მაქვს, თან ცოტა ფეხბურთელი. შემდეგი არა, ფეხბურთელი მე ისევ მყავს ცენტრალური მცველი მომყავს და ამჯერად ბასტონი არის. საწყისი ფასი 50 მილიონი. შენ გერგება რომ ვიყურებ. რამდენი რაღაც თაფული? ბასტონი? რა 50. აი, 50-ად წავიღო. 50, 1, 2, 3. ბასტონი სამცველია ტაქტიკაში შესანიშნავია. მალდინი ყავს. ანუ ეხლა ან ჩემ ფულში ძალიან კაი. მე ხარ მიდოდა რომ კონკურენციაში შემოსულიყო ვითომ საწყალი სახე შენ წავიღო. დილში ძალიან კაი. მე ვფიქრობდი რომ მე ხوار წამიყვანა მესამე მცველად, იმიტომ რომ ხარისხის და ფასის კაი ორი ცაცი ეკავს. ორი ცაცი ამყავს, მაგრამ ეხლა მალდინი და ბასტონი. ცენტრში დავაყენე მალდინის შუაში. ძალიან ცუცი ხო? მეორე ფორვარდი. ოკეი. ანდრეი შევჩენკო. საწყისი ფასი 110 მილიონი. მე მერგება და ასაც ავიხდი. მოიცა ეს. გერგება რა, ალბათ შევჩენკოზე. მე რამდენი დავჭა ფული? შენი გამოთვლებით, ანუ ის 5 მილიონი და 310. 310 ხო? შევჩენკო სად ვართ? მე და ვიხდი ასაც. 110 შევჩენკო. 101, 102, 103. შვენია. შევჩენკო 100 მილიონად წავიდა. რამდენი დაგჭა ბიჭო? 355. 355 დაგჭა მაინც? აუ ტიპის. მე სულგონია რომ უფრო ნაკლები უნდა ქონდეს. იმას მართლა 355-ია? პლუს ვალენცა არის ჩემთან ეხლა და 355 აქვს. ხო. კიდევ ერთი ფორვარდი. დელ პიერო. ვაუ. საწყისი ფასი 100 მილიონი. 120. 125. 125. 125? 130? 135. 135. დელ პიერო. ეს მე ტოტეს ვეღარ ავიყვან, კაკარახა მყავს? კი, ვეღარ აიყვა. ვერა. 140. 155. 155. 150. 150. 175. 175 ალესანდრო დელ პიერო. უკან უბრალოდ ფული აღარ ყოფნის მე. ისე რაღაცნაირად ლოგიკურია, რომ დელ პიერო რონალდოზე ძვირად გაიყიდო სერიაში. სერიაში, აბა, რონალდოზე ძალიან სხვა ერთად ლოგიკურია. ვაპარაკებდით. მე ის ან რონალდოს სერიას სტიკერია. გულშემატკივრებს
დელ პიეროსადმი იუვენტინო თუ ხარ როგორც რავი შენი ოჯახის წევრი ეგრე იყვარს რა ანუ ეხა მე რომ მთელი ფული გადავიხადო უეჭველი გადავიხდი 180 იმაში 185 რაღაც სპეციალურად გახდები მე ზონა დაუტოვო და არა უნდა დაუტოვო სადღაც და გააყოლო 200 მილიონად არ ეგ გავშევინახეთ აღარ გაუძვირო 180 190 პიერო მალდინი მეყოლი 195 195 1 ვიღაც ისეთები ყავს საკიდელი ესე ჯური აიღება 200 205 205 დელ პიერო 1 2 3 205 მილიონად გაიყიდა დელ პიერო მეგობრებო ანუ წამე მაგრამ ბოლომდე გამიზდიდი ხო ალბათ მას დელ პიეროს უეჭველი ყველაფერზე გაგიზდა თან ბუფონი რო დამართვა დელ პიერო უკვე სტრატეგია იუე აღარ საერთოდ თან ფულიც ისე შევინახე რომ ფორვარდებზე არ დამეწია მეორე 10 ნომერი მეგობრებო ტოტი ვეღარ აფყავს საწესი ფასი ჯვირი უნდა გირდეს 90 მილიონი 90 90 ტოტი მეორე ფორვარდი 95 95 100 კაი იყვანს 100 გინდა რომ სწრაფად იყოს აი რა ღირსები 100 მილიონი გაუზარდება ის ერთი რა ანუ რა ხდება დახურული შეგიძლია ძალიან ძვირი გადაახტენო იმიტომ რომ ლუკას ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია შეიძლება ეს უკვე არ შეიძლება თვითონ სკანდალი როგორ იქცევა ეს სკანდალია უკვე ანუ სად ვართ 100 მილიონი რა 101 102 103 ნეოპიროსტის შორის საერთოდ არ არის ეგეთი სხვაობა ობიექტურად რომ და მესამე ანუ ვინც დაგვრჩა ჩემ დროს დაიწყო ფეხბურთი მესამე ვინც დაგვრჩა მეტოდი 90-იანი მეტოდი არა ვიღაც ტოტი რო ურჩევნია სამართლი ანუ უსამართლო არ არის შეიძლება იქ დავა რომელი ჯობია ჩემი თავობის სტეპს ახლა მესამე ვინც დაგვრჩა არის იბალა 50 მილიონად ან შემოგთავაზე მისტერი ბოქს აქვე 90 მილიონია იბალა 50 ხო? კაი, ისე პავლე ნედვედი იყო. კლასიკური გაგებით 10 ნომერი არ არის, უბრალოდ იბალაც ჩვენიანია და იუვენტინო. ნედვედი და პიერო ერთად გაგიხარდება. ანუ 270 ხილ ქონდა ხო გესვენა მაინც რა სტატებს გეუბნებოდი და მაგრამ უბრალოდ 40 მილიონით მეც გადაიხდიდი რა. არა, იბალა რაც ლოგიკური ფასი ხარიცხი და თან იუვენტინო ამაზე უკეთეს ვარიანტს. შემდეგი ფორვარდი მეგობრებო, გახლავთ გონსალო იგუაინი. 100 მილიონი. რა? ანუ დელაურენტისია, დელაურენტისი ამაზე და 100. ჯო 100 მილიონი. მე წავიყვან. კაი, მე იგუაინი 1 2 და 3 და წავიდა იგუაინი. 100 მილიონი. ვარც გავეკარები ანუ ნაპოლის ფასი გადაიხადა რა, ბომბარდირი რო გახდა, აქ პრაიმ იმ წამის გერდა. მე ძალიან მიყვარს იგუაინი. იუვენტინოებს თქოს არ უყვართ ხოლმე ისე ძალიან. ჯუაში კაი იყო ძა. არა, კარგი კი იყო, მაგრამ ხა ნედვედივით ლეგენდა შეიძლება არ არის. მე ძალიან მიყვარს, ძალიან და ამიტომაც მე გაგახსენებთ რომ 100 მილიონი წავხვენ ტოტი და მეორე მარცხენა ლატერალი ტეო ერნანდესი. საწესი ფასი 60 მილიონი. აი, ეხა რო უკვე აწებული მქონდა 50 სიტყვა და ის. არა, 60 წავიყვან ტეო ძალიან მიყვარს. 60 წაიყვან რა არავინ არა კონკურენტი, ვის არ ყავს მარცხენა ლატერალი? მე მეც არ მყავს და არავის არ მყავს დიმარკო ყავს? მე მყავს. კი. მოიცადე თან ალექსანდრო მყავს, ალექსანდრო. ხო, მართალია, იმაში ისკენ. ბევრი აქ მისტერი ბოქსი მესამე ადგილს არ აქვს, იმიტომ რომ უკვე დავხარჯე მისტერი ბოქსი და პირდაპირ ვისაც ვთქვი ის ფეხბურთელი წავა იმ მოთამაშე. 1 2 3 ტეო 1 5 ფეხბურთელი ტეო 2 რა გინდა? რა ღირდა? 60 მილიონი. 65 70. 70 ტეო. 70 1 75 75 1 ამდენს მოკლა 80. 80 85 85 85 1 2 90. 90 1 95 100. 100 ტეო 105 105 ტეო ტეო 105 1 2 3 105 მილიონად წავიდა აგერ და შესაბამისად აქ მისტერი ბოქსის გარეშე პირდაპირ შენ გუნჩი ჩაჯდა კვადო ასამოვა 30 მილიონად. ზუსტად ვიცოდი რომ არც ხელწველი აღარ იყო დარჩენილი ნორმალური. ვინ უნდა მოსულიყო? კვადო ასამოვა ზოლოდი ზუსტად და იმიტომ რომ აქ მისტერი ბოქსი ალექსანდრო წავიდა სხვაგან, მაგრამ ასამოვა ჩემი აზრით ძალიან კარგი ფეხბურთელი არის იმისთვის. და როგორია ხა? კონტე აიხონე მწვრთნელად და ძალიან მაგრად თამაშობს. კვადო ასამოვა ეგეთი პრობლემა. კაი ფეხბურთელია რა გინდა. მწვრთნელში ხო არ გვაქვს ბიუჯეტი. აია. მარჯვენა ლატერალი მეორე მეგობრებო. მეორე მარჯვენა ლატერალი გახლავთ შემოთავაზება რა ვარიანტიც გვაქვს არის ხავიერ ზანეტი.
უერთდით გაიფრთხილე. აღირს. ხავ ერთზანდი 50 მილიონი. 50 მილიონი. მას მაინც 50 მილიონი. 1 გინდა ძალიან 2 აფრული მაგ და ინტერისტაში რო 3 ზანეთი 50 მილიონი. ჩვენი ტრანსფერი. ასამოა გავცოცხლით, ცოტათი გავცოცხლით, კვადრასამოა როგორ შემატენეს ბიჭო. ასამოა რამდენი და დაგჭა იყო, ფული შესაძიზღარო ადამიანი. დუმფრიზი მოდის ან 30 მილიონად, ან 50 მილიონის დახარჯვა თუ გინდა, შემეძლია დუმფრიზი გითხრათ. 30 მილიონი დიალურია. მაიკონი იყო. ვაიმე. მაიკონი მე მგონი ყველაზე მაგარია ვინც იყო აქ. დუმბრისი რა ღირდა? 30. 30. ძალიან დაბალი ფასები წამოვიდა ხან და აი ხო ვიღაცები ბოლო ფეხბურთელები შედარებით იაფიარენ. ზანეთი დასამოა. წესიერ ფეხბურთელი დაგჭა ისეთი. ზანეთი 50, დუმფრიზი 30. ხო რუსეთი ჩემპიონატი აი. კვადრასამოა. ან საშუალოდ მოთამაშეზე 40. ცენტრალური ნახევარმცველი მეორე, კლარენს ზედორფი მეგობრებო 80 მილიონი. ძალიან ბევრია ბიჭო. აუ მე ფულია. აი 400-საც წავიყვან. ხო სხვა გზა აღარა მაქვს. კლარენს ზედორფი 1 2 და 3 80 მილიონად შენ შეგიძლია ლუკა მისტერი ბოქსი შენთან. პოგბა 50 მილიონად თუ 60 მილიონად ეს მისტერი ბოქსი. ერთზის სერიაზე საუკეთესო ფეხბურთელია, გამხდარა სერიაზე საუკეთესო ფეხბურთელი. საქართველოსის გოლი გაუტანია და ევროპა ლიგის პრიზიორია. ევროპა ლიგის პრიზიორი. პრიზიორი. პრიზიორი, ანუ მეორე ადგილზე გავიდა. მე ვერაფერს ვერ გეტყვი. 60 მილიონად ზედორფი ხო? ზედორფი 80 მილიონად. 80 მილიონად კი ბატონო. აბა? ისმენ? რას ნიშნავს ეს შემოთავაზება საერთოდ? არა, ვერ ხვდები შავლა კარგი ფეხბურთელი იყოს. სერიის საუკეთესო ფეხბურთელი ნახევარმცველი 60 მილიონად პოგბათან კარგი არის. მითხარი ასე რჩა. პოგბას. შენ ამბობთ ზუარი თქვის სკოტ მაკტომინეიზე? ძალიან კარგი. მე მგონი ამაგეს ხო პოგბაზე უარი. პრაიმ პოგბა. პოგბა უშია. ხო. კვადრასამოა ძალიან მაგარია. შემდეგ ფორვარდად მეგობრებო კვარა შემოგთავაზებთ. საწვისი ფასით 90 მილიონი. მე დაკომპლექტებული ვარ. შენ დაგშა ფორვარდი. კი. კვარა 90. არა მყავს რა. შეგერგება კვარა. ისედაც. აუ იყო კვარასა. კვარა 90. მერგება რა კვარა რონალდო. შენი ჯერია რა მაგას ვარ. კვარა რონალდო ყავს შეტევაში? კვარა რონალდო კაკა მალდინი ზანეთი მყავს. რა ინტერნაციონალური გუნდი იყოს და მე მყავს ძალიან იტალიური, ანუ არა იტალიელი. ორი სამი კაცი. და მე მყავს არა იტალიელი ალექსანდრო, რომელიც ძალიან შემხვდა და იბალა, რომელიც იგუაინ და იბალა იტალიელები ხო, არიან. ანუ ესეთი მონათესავე ხო, არა, იტალიელი. კულტურაში გადიან. ძალიან საინტერესო გუნდი. ასამოა საივ როგორებ ცუდად აი დიმარკო ალექსანდრო ასამოაში დიდი სხვაობა არა არის გული არ უნდა დაგწყდეს მაგრამ დიმარკოს კაი სეზონი მაქსოს და დიმარკო მერჩივდა აბას თითქოს ალექსანდროს მერჩივდა ალექსანდრო მერჩივნა კი მეც და დიმარკოს პრაიმი ასამოას დიმარკო მაგრა უტევს მაგრამ უკან უკან არის მაგრამ უკან მალდინი და მალე იღლება დიმარკო ბოლო პერიოდში აი დიმარკოს დიდი თაყვანისმცემელი არ ვარ მარცხნა სახეწაშლილი გადის ხოლმე ტეო მინდოდა ცა მეც არ ვარ ხო მეც ერთი პერიოდი ვთვლიდი რომ ტეოზე კარგი შეიძლება იყოს ფორვარდი საერთოდ არ ყავს შენ? არა ერთი მყავს და ეხლა ვიღაც არა ჩუქ ეხლა შენ რატო ანუ ფორვარდი მარტო დარჩენილი არის ერთი ხო? ხო სწორად ვამბობ. კი. და ეს ფორვარდი მეგობრებო არის მიკოლი. აი ხა მოიგონა ეს არა. ხო მიწერია მიკოლი. ეხლა ჩაწერე ზუსტად არა. მიკოლი მიწერია 50 მილიონად. ოღონდ რა თქმა უნდა მისტერი ბოქსი მაქვს. აი კრაზლა პროსტა ბევრი ფორვარდი მწერებია, ანუ რაც მოხდა შენ, ანუ ადრიანოს ამოგდება მომიწია ამ წამს. რატომ ვაც არასწორად დავთვალე? ეხა ადრიანო ამოაგდე ამ წუთას და დინატალე. როიცოდეთ მაინც და დავტოვე მიკოლი ყველაზე იაფიანი. მიკოლი 50 მილიონად თუ არა 70 მილიონად ეს ფეხბურთელი, რომელიც აღარ არის. ყველა შეიძლება იყოს. რამდენი დაგჭა 100-ზე მეტი გოლი სერიაში, 3 კლუბით მოგებული ჯილდოები, ჯილდოები რას ნიშნავს? სხვადასხვა სინჯის მედლებს და თასებს. სერია სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდოც აქვს მოგებული. კვალიარელა. 70-დანაც არა, 60 მილიონად. აუ რა ეხა მოიგონე მიკოლის ავიყვან იმიტომ რომ კვალიარელა იქ ავარავდათ. არა. ლინანი. ანტონიო კასანო. ამრევიან ჯობიათ ესეთი მიკოლი ხალხი. მიკოლი ასამოს მეჩევდი. დესტრუქციული ელემენტი. ასამო ძალიან მაგარი
ან ვინც მე გეტყვი როგორი იყო ასამოა. OG სერიას გულშემატკივრებს გაუხარდებათ მიკოლი და ასამოარებს არ გაუხარდებათ. ასამოას ეგეთი გაუხარდა. ფეხბურთელიც არის. კონტეს გარდა არავის გაუხარდა. ორ სხვადასხვა გუნდში არა, ითამაშა. ეგეთი წოდით არ იყო, მაგრამ ცენტრალური მცველი რამდენი იყო დარჩენილი? ერთი. 1, შენ? 2. 2, ეგ 3 მეც და ერთი ჭირდება. ანუ 4, სწორი. ძალიან კაი. ერთი თამაში. მაგას დაჯობია. გამოწურა უკვე. იაპსტამი. საწყისი ფასი 40 მილიონი. მე მინდა. 40 მილიონი. 1, 40 მილიონი. 45. 45 მილიონი. იაპსტამი. უკეთესი ვინ შეიძლება ამოვეც ბონუჩი? 45. ბონუჩი უკეთესია ვითომ სტამი? არა. 1, 2, 50. 50. 1, 2 და 3. შენ თავს შეისკენე? მან გამიხარდა, კაი, 50. არა, მაინც 90 მილიონი მაქვს დარჩენილი და ერთი კაცი და მაგრამ 40 მილიონი დამრჩა ეხლა ეხა დაგჩაფული ხო შენ საერთოდ? ეს შენი ბოლო ფეხბურთელი იყო? დიახ. 50 მილიონად იაპსტამი წაიყო. ასამოს რომ დავამატო ეს 50 მილიონი და რაღაც ვიცი. ბიჭო აი ძალიან აფუჭებს სულაც. ძალიან კანდელა რო გამოგივა. ძალიან გიჟი ფასები იყო იმე. არსა თქვენი ვაჭრად გიჟურად. ძალიან გიჟვადი ვიყო. იმიტომ რომ გვინდოდა ვიღაცები ხო, ძალიან. რაღაცა სიეხა დელპიეროს ვერ მე გაგადა. ბუფონი მინდოდა, მალდინიც მინდოდა, მაგრამ ბუფონი მინდოდა. ცველები დაგვჭა მხოლოდ. აბა მითხარია კიდე ერთი გვინდა. შემდეგი ცენტრალური მცველი, ანუ თითო გჭირდებათ, ხო? თუ 2 არა, და მე 2 მჭირდება. 2 და 1. ორი ჭირდება. რამდენი რამდენი გაფული? გაფული? 50. კულიბალი 40 მილიონი. კალიდ. კალიდუ კულიბალი. ანუ ეხ მათემატიკურად ვერ თაჯდება ეგ თანხა, იმიტომ რომ ჯამში შენ ხო გაქვს 40. 50. 50. მე მაქვს 30. 80 მილიონი გვაქვს. სამწულზე. ანუ სადღაც 25-27 მილიონი. ანუ კულიბალის შე ვერ ყიდულობ უკვე. მე ვერ ყიდულობ. 40 მილიონი. ხო. 40 კულიბალი. თუ არ გას შემა იმას ხო? 40. არა, კულიბალი შენთან მიდის 40. რა უქნა აბა? კულიბალი. არა, 20. არისო ნაპოლიში ცუდი. არა, კაი ცელი იყო კულიბალი. მე მეგონა კულიბალი რო წავიდა ეხა ნაპოლი. ჩამოიქცა. მოიგოს კუდეტო. პრაიმში ვიყავთ. კულიბალი პრაიმში ძალიან კარგი ფეხბურთელი. კი, მართლა ძალიან მაგარი ფეხბურთელი იყო. პრაიმ კულიბალი. რომ ნახულობდი სერია სიმბოლურ გუნდებს, ზედიზე მართლა თავის პრაიმში, ზედიზე 3 სეზონი არის სიმბოლურ გუნდში. იტალიაში ძალიან ძნელია კულიბალი. ჩემი. მე მეგონა რომ ერთი 90-100. შემდეგი ცენტრალური მცველი, რომელსაც შემოგთავაზებთ, არის ივან კორდობა, 20 მილიონი. დამითხრა შენთვის. 20 მილიონი ივან კორდობა არც მაქვს. და ივან მე კორდობა ვინმერგო? წავიდა 20 მილიონად. და მე ვინმერგო? შენ არჩევანი გაქვს. 10 მილიონი დარჩა ხო? აი 10 მილიონად რო ბონუჩი გააძრო, რა ვიცი, ძალიან შეიძლება. რატო შეიძლება? რატო არ შეიძლება აირიასად ასე რო ფანჯარა უკვე ბოლო მცველია დარჩენილი, დედლაინთან ხარ ახლოს. და ეს ფეხბურთელი არარსებულ ფასად გამოიტანა თავისმა გუნდმა გასაყიდად, იმიტომ რომ აგდებს უნდა გუნდს. გაყიდოს. ხო, უნდა გაყიდოს. 10 მილიონი მარკო მატერაცი ან 10 მილიონი იგივე მდგომარეობაში მყოფი. კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელსაც 250-ზე მეტი თამაში აქვს სერიაში ჩატარებული. 30-მდე გოლი აქვს სერიაში გატანილი. და კონფედერაციის თასის მფლობელია. კონფედერაცია იტალიამ როდის რომ მოწონს მოიგო. არ მოუგე იტალს. ხო და რანერად ეს თასისფლობელი არ შეიძლება ой, სხვა ქვეყნის არ ვარია. კულიბალი უი, რატო შემსაყვარელი ფიქრობდი მაინც და იტალიელი. მაინც იტალიელს. ალდაირი ან რაღაც ეგეთი ბრაზილია. შევა ტიაგო სილვასკია. ვიტირა. ამ მატერაც Silva, ძალიან Silva. ბევრს ნიშნავს ისე. მატერაც მაგას ვიჩო. მატერაც. არა. გეტყვი რა მისტერი რატონის ფოქს. ხო მივხვდი თქვენ თვითონ შეაფასეთ რამდენი სტორიას გადაწყვეტილება კონფედერაციის თასის მფლობელი ფეხბურთელი ფილიპ მექსია მეგობრებო და ფილიპ მექსე შენთან 10 მილიონ დოლარად წამოვიდა ძალიან ვიხარია. პოგბაჩენ ხავს. კი. აურა დესტრუქციული გუნდი. ნექსე პოგბა. არა უშოს იქ ბუფონია. მაგის მართვა მაგარისტული საქმე. ბუფონია და თავის ხასიათი. ყვადო ასამო ამ ტაქტიკაში ცუდი არ არის. თქვენი საბოლოო გუნდები თუ შეიძლება მეგობრებო რომ გაგვაცნოთ რატო მოიგებს თქვენი გუნდი რომ ვიცოდეთ და მე მაგურებსაც ვკითხოთ მე მგონია რომ ნესტა დაიწყე მეკარიდან დაიწყე მე მყავს ისტორიაში ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე კარში ჯან ლუიჯი ბუფონი მყავს ალბათ რა ისტორიაში მართლა ერთ-ერთი საუკეთესო მარჯვენა მცველი კაფუ იგივე ცენტრალურ მცველზე ნესტა რომ მეგონია რომ ნესტა დაცვაში თუ არა იქ აზრი არ აქვს უკვე რა ხდება იმიტომ რომ ნესტა აკონტროლებს ყველაფერს და გვერდზე მყავს კულიბალი და მექსი მაგას აზრი არ მექსე პრაიმში გახსოვთ თამოთ რა ფეხბურთელი გოლები გაკონდა. თან მაკრატელა საჯარიმოს გოლი მცველია. გოლები მცველი. ჭირდება გოლი ნექსეს პრაიმი რა არის? რომა თუ? რომა. მე მყავს ამ სამ გუნდში საუკეთესო მარცხენა ლატერალი ტეო ერნანდესი ამ სამ გუნდში ხო დაცვაზე ვერ იტყვი მაგას მაგრამ ოკეი. საჩო ყველა სტუდიაში.
რა ნესტა და კაფუ. აი ნახავთ. დეროსი და პოგბა ნახევარდაცვაში. კაია. ძალიან კარგი, თან პრაიმები უნდა გავუსვენოთ ყოველსი. ტოტი ასეთი 10-იანი კაკაკი ყავს შენ, მაგრამ 10-იანი უფრო ტოტია ჩემი აზრით. და შეტევაში მყავს ოქროს ბურთის ფლობელი პრიზიორი ანდრეი შევჩენკო და აი OG სერიას ფანქციონს გაუხარდებათ და ისეთი რეტრო ძალიან სახასიათო ფიგურა ფაბრიციო მიკოლი. კარგი ბატონო. გიორგი შენ გუნდი? მე ვიტყვი რომ ბევრად უფრო დაბალანსებული და სტაბილური გუნდი ყავს. ანუ ისეთი ამოვარდნები რომ ნესტას გვერდზე, მექსე, მიკოლის გვერდზე ჩემ გუნდში არ არის. მეკარე ყავს ტოლდო, რომელიც არ არის ბუფონის კლასის, მაგრამ ძალიან სოლიდური და დამაჯერებელი ოფციაა. დაცვის ხაზი ყავს ყველაზე ხისტის და ყველაზე მებრძოლიც და ყველაზე თანაბარიც კიელინი კანავარო კორდობა, რაც ცუდი არ არის. ფლანგებზე ყველაზე ესეთი ბიუჯეტური ვერსიით წავედი, იმიტომ რომ ფლანგის მოთამაშე მაინც თუ ბევრს დარბის და კარგად დარბის, შეიძლება კაფუერი იყოს და ვერც იქნება, მაგრამ არ აუშავს, ეს არის ალექსანდრო და დუფრისი. მოედნის ცენტრში ძალიან ნაცადი და კონტრასტული და საქმეში გამოცდილი ეს თეორია კი არა, პრაქტიკაში ნანახი ყავს. ეს არის გატუზო პირლოს კომბინაცია. შესანიშნავი დუეტი. და შეტევაშიც ყავს ორი ისეთი დუეტი, რომელიც ნანახი ყავს რომ ძალიან მაგარი, ეს არის იგუაინი იბალა. და ამათ გვერდზე დელ პიერო. ანუ მთელი გუნდი მეტნაკლებად ძალიან ისეთი სტაბილურად არის შავთეთრია. ხო, შავთეთრია, იტალიურია და ხო. ძალიან იუვენტუსი გამოგივიდა მაინც. ანდრო შენი გუნდი? ჩემი სრული აჯობსანდალია, მაგრამ ცუდი გუნდი ნახდა და ცუდი კი არა, საუკეთესო ცუდი როგორ შეიძლება? საუკეთესო გუნდი შეიძლება საუკუნის სერიას. მაგაზე ერთ მოახერხებოდა რომ მექსე მოიტანია 51 ანუ სულ ლეგენდები და მექსე. სულ მქონდა სამი რაღაც, 10 მილიონში სამი ის მქონდა შედარებით სუსტი ფეხბურთელი ჭალებში. ეს იყო მექსე, ეს იყო კვადო. რა ქვია, მაკტომინეი და ეს იყო ასამოა. არა, ფლანგებზე მიკოლი და კასანოში ასამო არ არის ეგეთ სუსტი. ასამო ალექსანდრო ერთი სტილის არა ასამო მიკოლის შორის მე რა თქმა უნდა მიკოლის შორის ზუსტად ეს მინდა და მომესმენა რომ ასამო ეგეთ ცუდი ფეხბურთელი არა და მე ხა იქ ტეო ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი გუშინ დავდიოდი მაგის მაისურით და ძალიან მიყვარს მიუხედავად იმისა რომ ახილალში თამაშობს. არა მე მყავს. მაგრამ შეგყავს. მაგრამ შევინც გიყვარს მე მყავს. კაი, ჯიჯო დონარუმა ბუფონის მერე საუკეთესო იტალიელი ბეკარე ბოლო წლებში. ბოლო წლებში რა ამ საუკუნეში მე ვიც მინახავს მოკლედ ეხ ტოლდოს ვერ მოვესწადიათ მაგრამ შეუძლია დონარუმას რომ თქვას რომ ტოლდოზე მაგარი ბეკარე ვარ რა თქმა უნდა. ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ძალიან თავისუფლად იტყვის. ანუ ბეკარეც კი არა. ფეხბურთელი გახდა ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო და რა ვიცი წელს შეიძლება გამოიგო. რაღაც ლოგიკით შეიძლება ოქროს ბურთს იმსახურებდეს წელს დონარუმ. რაღაც ძალიან რთული და სტრეჩია. ლოგიკით ანუ ლოგიკით რომ ბუფონმა ვერასდროს ვერ აიღო მაგ ლოგიკით არა მაგრამ წელს რომ ამანაც არ უნდა აიღოს. შეგვეცებს მაგ ლოგიკით მე ძალიან დიდი რთული თემა წლევანდელი ოქროს ბურთი არის დონარუმამ რომ მოიგოს ოქროს ბურთი, აი ესეთ შოკი არ იქნება, იმიტომ რომ ეხლა ვიტინია არის, დემბელე არის, ამალი არის, მაგრამ დონარუმაც არის, რომელიც შემდეგ. იავსტამი. კაცი რომელიც გადაგლეჯილი სახით გამოდიოდა და აი უდიდესი მებრძოლი იყო და ძალიან მაგარი მცველი. ბასტონი თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული ცენტრალური მცველი, რომელიც შეუძლია. ულამაზესი გოლის ავტორი ახლა საკუთარ კარში. თუმცა 4 წელიან ტაქტიკაში იყო ეგ. ეგ იყო 4 წელიან ტაქტიკაში, რა ვიცი. ბასტონი ერთ-ერთი საუკეთესო მცველი. შეიძლება პრეტენზიაც აქვს, რომ საუკეთესო იყოს. ზედიზედ 4 სეზონია. ბასტონი არის სერიის სიმბოლური გუნდების შედგენა, რაც დაიწყეს ყველაზე მეჯერ მოხვედრილი სერიის წლის სიმბოლურ გუნდში. შეიძლება დამსახურებულადაც. სველებს შორის ხო ალბათ. სიმბოლურ გუნდში ხო? ხო, ახლა სერიას ისე უჭირს ბასტონი სანამ ითამაშებს სულ იქნება. კი. ხო, ახლა ცენტრალურ მცველებში არ არის კარგი. შეტევაში ერთვება. მესამე მცველი ვინყავს? ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ამ იმაზე. პაოლო მალდინი, რომელიც ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მცველია. ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელიც, რა ვიცი, რატო არა. ხავერ ზანეტი და პაოლო მალდინი რაღაცნაირად აღმოჩნდა ჩემ გუნდში, ორივე ერთად. ინტერის აიკონი და მილანის აიკონი ორივე ჩემთანა. ზანეტის გვერდით ვინყავს? ზანეტის გვერდით ყავს იქითა ფლანგზე, იქითა ყველაზე კვადო ასამოა, რომელიც მართლა ეხლა გიორგის დავისესხები ამ პოზიციის ფეხბურთელი ეგეც არ გაგიფუჭებს რა. ეგრე ვერ არის სიტუაციაზე და კვადო ასამოა საკმაოდ სტაბილური იყო თავის პრაიმში. მე ტეო მინდოდა უბრალოდ და მაგით რომ დავაგნინე ასამოათო. იმიტომ გადავჯღაბნე. ასამოა შვედიერი ფეხბურთელია. კლარენს ზეიდორფი ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე. ვინც გვინახავს სერიაში. ეს ყველაზე იყო. 2007 წლის ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი თავარი შემოქმედი. კაკას მერე თავარი კაცი, ალბათ. არტურო ვიდალი, პრაიმში მისი შვენიერი ფეხბურთელი. უბრალოდ არტურო ვიდალი. უბრალოდ არტურო ვიდალი არ იყო ეგ. ვიდალი იყო
ვიდალი. ცუდი არის. ცუდი კი არ შენი ერთ იყო არტურო. არტურო პენალტებსაც ურტყავს რა. მეფე არტურო. კაკა. ოქროსბურთის ფულმელი და ჩემი საყვარელი ფეხბურთელი, კვარა. ამჟამად ჩემი საყვარელი ფეხბურთელი და რავი სერიაში მის პრაიმი რო გავიხსენოთ. აი ნიკოლის ხო ჯობია და ვიღაცებს ჯობია. შეიძლება ეროს და ტოტის ვერ გაუწიოს. ერთ-ერთი გამორჩეული ფორვარდი კრისტიანო. და კრისტიანო რონალდო ყოველდღე ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და იუვენტუსშიც ვისაც გონიათ რომ ცუდი იყო, გადახედეთ მის გოლებს, ატლეტიკოსთან ჰეტრიკი გავიხსენოთ თუნდაც და კიდევ ჩემი აზრით ძალიან დაბალანსებული არის სამივე გუნდი. სამები. ყველას აქვს თავისი შედარებით სუსტი წერტილები. აი მწვრთნელს ვის აურჩევდეთ თქვენ გუნდებს? ჩემ გუნდს მე არ შევხვდეთ, იმიტომ რომ მენეჯერი ჭირდება ჩემ გუნდს ძალიან. ჩემ გუნდს ჭირდება ტიპი, რომელიც დაალაგებს ამ ერთ-ერთიან განსხვავებულ ხასიათს. რადგან იუვენტინური გუნდია, კონტიან ლიპი, მაგრამ სამწოლიანში უფრო სახასიათო კონტეა. კონტე. თან ლიპი მაინც ამ საუკუნეში უფრო ნაკრებში იყო და სერიაში იყო სულ რამდენიმე სეზონი. ანდოს ხედავს დენეგზემანი ყავს. შენ მე კონტე მინდოდა იმიტომ რომ ხა ასამოა ძალიან და ვიღაცები რომ დაგასტრეს კონტე. შენ მსროლი. აჩელოტი დაკავებული. აკაც ალეგრი წავიყვანო. კაპელო იყვანე. კაპელო ვიცი შეიძლება დაცვით ხო არა ამ 21 საუკუნის კაპელო მართალია აგითხრათ. რომაში რომელი მოიგებს მინახავს. დასაწყისი არის, ბოლო არის. მაგრამ ბოლო კუდის მოვიდოთ მოიქცავს დემერტს. არა, რა თქმა უნდა, ეგრე კიჭასაც ჩავსვავდი. 6 თამაში ითამაშა 21 საუკუნეში მინტერში. მე მილანშიც ხო იყო ეს შემეც. უბრალოდ აი ძალიან სიგიჟე იქნება რა 21 საუკუნის კიჭა. უნდა დამედო 150 მილიონი, რა თქმა უნდა იყიდი და ვიღაცა, მაგრამ ის რონალდო არ არის სერიაზე. მაგრამ ხალხი მაინც იმ რონალდოს გაიხსენებდა რომ ისე როგორც კრისტიანო რონალდოს გაიხსენებენ, იმ კრისტიანო რონალდოს და არ გაიხსენოთ, ხოლმე ლაპარაკობთ და თქმა ხო და კრისტიანო რონალდო არის კრისტიანო რონალდო. კი. მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა. და მაყურებელს თხოვრო თვითონ დაწეროს ვინ ფიქრობენ რომ საუკეთესო გუნდია და ჩვენ კიდე შევეცდებით რომ ანდრო შევუნდა დამეხმარო რომ FIFA-ში ეს გუნდები შევყაროთ და ნახოთ საუკეთესო ვინ იქნება. ყველა იქნება ნეტა? თუ ყველა იქნება, ხო, რატო არა? ნიკოლი იქნება. აი ნიკოლის მაგერად მექსე იქნება? კასანოს ჩაუსვა. მექსე იქნება აიკონებში? რა თქმა უნდა იქნება. მასების კვადროასამოც არ იქნება. კვადრო იქნება. კვადრო იქნება. კვადრო. მოგოაკ. აბა ჰე, წავედით. კარგი. მადლობა. მაგრამ გავეთ. კარგად კი გავეთ. კი, მაგრამ სამო არ მინდოდა, ბუჩო აი. აი, სუეგეთი ძალიან ძვირიაო რო იძახით. ძალიან დიდი ფასი. მე რა სომიცი 60 მილიონს რაღაცას დავიძახე და 200 არის ეს 100 მილიონს ძალიან არა, რა ხე, ეხლა მაგ ვიყავით და აიკონ